მოგესალმებით მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მანქანა, რომელსაც ამდენი ხანი ვნატრულობდით, რომელსაც ველოდებოდით მე და ნინა განსაკუთრებულად, იმიტომ რომ იწყება ახალი თავგადასავლები ამ მანქანით. რაღაცა დეტალები უნდა გითხრათ ნინამ, რაც ამ მანქანას აუნიკალურებს. მინდა გითხრათ, რომ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ერთადერთი ყველაზე ძლიერი მანქანა. ეხლა უბრალოდ დარჩა იზღა, რომ მე ვიყო ძლიერი ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ძიმე იარაღია და უნდა ვიცოდე ზუსტად მისი მართვა. და რო გასიტას ძალიან დიდი მადლობა უთხრა. ჩვენ მოდი არ მოვიტყუოთ ნინა. ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი გეგმა გქონდა მოკლედ რა. ნინას ქონდა გეგმა რომ სიურპრიზი გაეკეთებინა ჩემთვის და მოიყვანა პირდაპირ ეს მანქანა. მე ჩაიშალა იმიტომ რომ გასიტას კიდე რაღაცების დამატება მოუნდა. მე დათოსთან წაგიყვან დათო არის ნინას მეუღლე. აი ეს Google და სიცილები მუცელზე. იცით ეგ კაცი თქვენ. რომელსაც ნაწილები მე დაუგვიანდა. მოკლედ რაღაც ამბები იყო და გუშინ, როდესაც მანქანა უკვე მზად აღმოჩნდა, ვერ მოვითმინეთ და გავტესტეთ. ამიტომ გუშინდელი გატესტვის კადრებს აქვე ჩაგიგდებთ. ერთი უკანა ბლოკი. Აკეთაკეთ მარშრუტი. კარგია. გიება. მოგესალმებით მეგობრებო. ნაკას კიდევ ერთხელ საჯაროდ მივულოცავ მანქანის როგორც იქნა ჩაბარებას. მოვნაცლოთ. გუშინ კი მოინაცლა, მაგრამ კარგად გაგირეცხავ სხვათა შორის მომწონს. ლაშას მადლობა. მადლობთ. ხო და ეხლა ისთვის მოვედი მე რომ მოგიყვეთ ზოგადად ცოტათი ტექნიკური მახასიათებლები, ანუ რატომ მოგწონს და რატო ვეტრფით ამ მანქანას ესე ძალიან. პატარა მიმოხილვა ჩავატაროთ დაკიდების სისტემის. რომ გვაქვს ტერაფლექსის ლონგარმები. ლონგარმები ესე იგი არის უძვირფასესი ნაწილი, რომელიც საქართველოში მართლა ბევრ ჯიპს არ უყენია. და უზრუნველყოფს მანქანის ეს ძალიან ზოგადად რო ვთქვა, არ გამომეკიდოთ სიტყვებზე, სტაბილიზაციაზე და უსაფრთხო სვლაზე. შემდეგი გადავიდეთ ყველაზე გემრიელ ნაწილზე, Kings-ის coilover-ები უყენია ამ მანქანას. რომელიც ასევე, რა ვიცი, აქ ვინმეს ნეტა აქ საქართველოში coilover-ებს. არავის ხო? არავის. ძალიან კაი. ხო და აქ ნანკას. და ეს არის რატო შვება ეს გოგო ხა გიხსნით ესე. coilover-ი არის ამორტიზატორის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის მაქსიმალურ გაშლას. და აი ეს კონკრეტული მწვანე ობიექტი იშლება 2-დან 8 ინჩამდე, რომელიც აი ძალიან ბევრი. და ეხლა რას ვაკეთებთ ამ გაშლებით? დიაგონალებზე, ეგრეთ წოდებულ პერეკოსებზე გადასვლისას, მე რო ოპერის არიებს ვასრულებს, ეს არ შეასრულებს. იმიტომ რომ მანქანა მყარად იდგება მიწაზე 4-ვე საბურავი და ეს გაშლის ხარჯზე რამა ფაქტიურად დარჩება შეუდგომელი თავის პოზაში და იმუშავებს მხოლოდ ქვედა ნაწილი, საბურავი, ამორტიზატორი და ასე შემდეგ. ანუ ეს გოგო ვერ იგრძნობს ისე გადავა პერეკოსებს. შურს დათო მეც მინდა დათო. ხო, უყენია ასევე საჭის ამორტიზატორი, აი ეს სტაბილურად და ძალიან ძერსკად და მძიმერულით რო იაროს მაგისთვის. ეხლა რა გაინტერესებდა? ეხლა მე ჩულუქები მაინტერესებდა. ჩულუქები რო გაინტერესებდა, აგერ მოდი შეგახვიდე, წამოწმო.
შეიხედე ჩულოქებში როგორი ჯიორის გაძლიერებული ჩულოქები გვიყენია თავისი დადაბლებებით 4 და 88 დადაბლება გვაქვს. ხო, წინა უკან ჩულოქი გაძლიერებული გვაქვს. კიდე რა შემიძლია რომ გითხრათ? ტიპზე თქვი. ეგ დიდი ხანია ხო გავიგეთ. ხო, სხვა შორის არ ვიცოდით და ამანქანეს გვეგონა რომ სტანდარტული 3 და 6 იყო რაც wrangler-ებს ახასიათებ, მაგრამ აქ გვიყენია ჩვენ ძრავზე race chip-ი, რომელიც უზრუნველყოფს ცხენის ძალების და ჯანის და რა ვიცი სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივებაზე. მოდი ცოტა ვიზუალზეც გადავიდეთ. ესეთი მტერს დაეჯახე ბამპერი გვაქვს. წინაც და უკანაც. ეგეთია. ჯალამბარი ვისი გიყენია? თავისი ჩამოყვა ხო? არა, ეს იქიდან გადმოვაყენე. ვარნია? X2O. ქიმიას მეცადნობს? ეგრაცებია. ეგ ყველაზე ცრია. მართლა? სმიტი ბილდის. ეს ეგ ამბავი რა იყო რა ეს მაგ გამოწევდა ჩააბავ ხო? კი, გამოწევდა ჩააბავ. ფერის რაც შეეხება თავიდან იყო ის ამბავი რომ ნაცრისფერი დახვდა მანქანა რა გასიტასთან და მე ესეთმა მზაკურულმა აზრმა გამიელვა თავში რომ ზოგადად წინა wrangler-ი როც ის ყავდა პრიალა და ამის wrangler-საც რო უყურებ ოფების მერე საერთოდ რა მდგომარეობაში გამოდის რა დაკაწრული მივხვდი რომ მირჩევნია Raptor-ი შეღებოთ ან მე მომწონს რა ეს მატი ზოგადად ну ცოტა ის კი არის ახლა ჩემო მტერმა ჩამოადო ამას ხელი იდაყვი ხო მაგრამ გარანტია იმისა რომ ნუ უფრო სისუფთავის შეგრძნებას გიტოვებს ყოველთვის რა კერხერი და ეგ არის რა არაფერი გაპრიალება არ იკაწრება რა თქმა უნდა არ არაფერი ყველა ნაკაცზე როგორც მე და შევღებეთ მწვანეთ ძალიან ბევრი ვიტანჯეთ მოიცა გასიტამ ძალიან გთხოვა ახსენეო რამდენჯერ შეღებეო შევღებე ორჯერ იმიტომ რომ არ დაჯდა ზუსტად ის მწვანე რაც მინდოდა არ მოეწონა ვაიმე, იქ იყო სიგიჟე ხალხო, წარმოიდგინეთ, მწვანე საღებავზე მივედი და წამოვედი ზუსტად ჩემი wrangler-ის ფერით, იქ რა ქვია. დარაპტორებული? ნაყიდით უკვე 4 კილო მქონდა ნაყიდი. დარაპტორებული, ანუ საშინელება ვქენი და მე მივხვდი რომ კატასტროფა. ნინა იქიდან ვიდეო თვალით მეუბნები, აი, გითხმებს უშვებს. აი როგორ გითხრა იაფასიანი მანიკური რა აი სოფელში ყველას ხო გვიყიდი ალბათ გოგოებს მანიკური რაღაცნაირი აი ცელოფნის როგორც არ უნდა წაისო რო არ ვარგა ხო აი ეგეთი იყო დაჯდა მე მგონი იდეალურად დაჯდა თქვენ არიცით სახშირეები გველოდება დათოსთან და ნინასთან და რატო იმიტომ რომ დათო ვაფშე ძალიან მაგარი ჩამომტანია თქვი ერთი ორი სიტყვა მე მოაკდა დებს კი ანუ რა ისულო გულო ყველაფერი ჩამოაქვს wrangler-ისთვის და ნებისმიერი მანქანისთვის კაცო, მაგრამ უფრო wrangler-ზე არის კონცენტრირებული, იმიტომ რომ ნუ ცოლი ყავს wrangler-ზე. აქამდე ეგონა რომ 2 ცოლი ყავდათ, მე მგონი მესამეც გაეჩიდა. კი. რამოდენიმე თვეა უკვე ეგ. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მაყურებელი როგორც მე იგივენაირად ელოდებოდა ამ მანქანას რამოდენიმე მომწერა საერთოდ რომ ისე მიხარიაო რომ მგონიაო რომ ჩემი მანქანას ველოდებიო და ძალიან მიხარია ხოლმე ეგეთი მესიჯები ძალიან დიდი მადლობა ამიტომ უზარმაზარი პასუხისმგებლობით ველოდებოდი თქვენ გამოც ძალიან მიხარია იმიტომ რომ ვიცი რამდენი რამე არის სასწავლი ახალი და რამდენი თავგადასავალი იწყება ეხლა კიდე მოდი წავიდეთ დათოსთან წავიდე იქ დათო საერთოდ რო იცოდეთ ეს უბანი სადაც ისინი ცხოვრობენ არის wrangler-ების უბანი მთელი სამეგობრო ჩემი და ლაშას გარდა არის იქ რა ჯათვალეთ ხო და მე მგონი მიწა უნდა ვეძებო მანდ ხო და ისე რა ქვია მივდივართ დათოსთან რომ გავაკეთოთ unboxing-ი იმიტომ რომ ძლივს ჩემი ნანატრი ნივთები რასაც ამდენი ხანი ველოდებოდით ჩამოვიდა ხო და ლაშას ყავს პატროლი და ვერაფრით ვერ ვაყიდინეთ wrangler-ი ხალხო სირცხვილი კაი ვიცი რომ პატროლიც ძალიან მაგარი მანქანაა ხო აი ჩამოვიტანეთ ახალი ცხაურა ნაკას მანქანისთვის ეს იქნება ესე იგი 24-იანის ავაწყობთ ნელ-ნელა ახალი ვარიანტი გვაქვს
ხო. კიდე ბევრი რაღაცები გვაქვს აქეთ. ჯერჯერობით ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას რა. მეგობრებისთვის, კაი ხალხისთვის ჩამოგვაქვს ხოლმე რაღაცეები ჩინეთიდან ისე რომ უმარტივეთ ცხოვრებას რა. ნაკას ჩამოუტანეთ აი მაგალითად კომპრესორი. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი კომპრესორი ჩამოუტეთ. აი ეს ძალიან მაგარი რაღაცა Starlink-ი არის. ინტერნეტი გვექნება ყველგან. სადაც უნდა წავიდეთ, ყველგან გვექნება ინტერნეტი. გავალთ ონლაინზე, ანუ ლაივზე, ნებისმიერი ადგილიდან. და ეგ ესე ვთქვათ, კაი ვარიანტია რა. დედა მამა ტელეფონი ყველგან დაიჭერს. ხო. და შეიძლება დაუშვას და დაბეროს საბურავები ნებისმიერ ადგილიდან, ნებისმიერ ადგილზე. კიდე ჩამოვიტანეთ ძალიან მაგარი კაპოტის ასე ვთქვათ დასახურები, მოიცადე. აი, რა მაგარი საკეტებია. ამას ხო დავაყენებთ თქვენ. და ეს დავაყენოთ კი. ჩამოვიტანეთ რაფა, რომელიც უკან დამაგდება და რომელზეც დამაგდება ეს კომპრესორი. ძალიან გამოსადეგი რაღაცა არის რა. მოკლედ აი ეს ჩინეთიდან ჩამოგვაქვს ყველაფერი რა. ყველასთვის. ისაც დაჭირდება. შეგიძლიათ შეეხმიანოთ დათოს თუ დაგჭირდებათ მანქანის რაღაცა ნაწილები ნებისმიერი სახის. ჩვენი ხოდები გვაქვს რა. ხო, ჩვენი ხოდები გვაქვს ძმაო და დათო არის ხალაძე გვარად, შეგიძლიათ იპოვოთ Facebook-ზე, ასევე გაწევრიანდით ჩვენს ჯგუფში. და მან ვდებთ ხოლმე, როდესაც ვაკეთებ გამოწერებს, მან ვდებთ ხოლმე, რომ აი ვაპირებთ გამოწერას და შეგიძლიათ შემოგვიერთდით და ესეც უკანა რაფა. გამხელა. კარგია. დადგება შენთან. და ეგ არის. ჩემი ირაკლი. და რაცია. რაცია, ხო, რაცია რაცია გვაქვს, მანქანაში მიდევს. მანქანაში გიდევს, ხო. უკვე. ამ მანქანას აქვს რაღაცა სასწაული დაძვრის სასწაულს იზრდება და სასწაულად მუშაობს მოტორი და როგორც აღმოვაჩინეთ, უყენია ჩიპი, რეის ჩიპი, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ 3 და 6 მუშაობდეს, რა ვიცი, ძალიან სწრაფად და ძალიან მაგრა ატრიალებდეს ბოლბლებს რა. ამიტომაც განსხვავებული მანქანა მაინც არის ეს ძალიან. მაგის ხარჯზეც მიუხედავად იმისა, რომ აქ უზარმაზარი და ცვლილებები შეტანილი, დაწყებული ქოილორობიდან და რა ვიცი, დამთავრებული ყველაფრით, რაც გაუკეთდა ამ მანქანას რა. ნამატი არის, იმიტომ ჩვენ ასე თუ სამეგობროში ეგეთი თემა არავის არ აქვს. მოკლედ, დღევანდელისთვის ეს მორჩა ეს ამბავი და რატო? ეხა აგიხსნით. მოკლედ, ძალიან მეჩქარებოდა რა თქვენთვის ეს ვიდეო და მანქანა გამეზიარებინა. პირველ რიგში. მეორე, მინდა ეხა ნელ-ნელა აეწყობა ლამაზად მანქანა და უკვე განახებთ ამას რაჭის შეჯიბრის დღეს. მოკლედ, ამბავი შემდეგში მდგომარეობს. რაჭაში გავდივართ შეჯიბრზე, ჩემი ოცნება იყო შეჯიბრში მონაწილეობის მიღება. მანქანა საშუალებას მაძლევს, მაგრამ იმდენს, რომ ძალიან ძიმე კატეგორიაში შეიძლება მოვხვდე. შესაბამისად, საბურავის შეცვლა დამჭირდება, რომ მოვხვდე ოდნავ სუსტ კატეგორიაში. და ამიტომ მოვიფიქრებთ რა, მე და ბეჟო ამ ამბავს. შეჯიბრში გამოდის ნინაც, შეჯიბრში გამოდის მამუკაც, შეჯიბრში გამოდის დიდი ალბათობით ლაშაც. შესაბამისად, მოკლედ კლუბი ფეხზე ვართ რა. მოდიან გუროც მოდის მაყურებლად და მოკლედ ერთი ამბავი იქნება და შემდეგი ვიდეო იქნება ეგ. შეხვედრამდე და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და გამოგვიწერეთ და გვაკოცეთ და ჩაგვეხუტეთ, იმიტომ რომ ჩვენ გეხუტებით. პაკა-პაკა.